დემირ. დემირ, ცოცხალი ხარ? ცოცხალი ხარ? დემირ, მეგონა მოკვდი. დემირ, ცოცხალი ხარ? აისუნ ოზდილ. დაკავებული ხართ ჰარუნ ოზდილის მკვლელობისთვის. შეჩერდით. ეს ტყუილია. იტყუებიან. გავიშვით. ეს ტყუილია. ცოტა ხნის წინ დანაშაული აღიარეთ, ეს ყველაფერი ჩაწერილია. დიდ შეცდომას უშვებთ. მახე დამიგეს. შენ ჩაიდინე? გაგანადგურებ. ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებ. აისუნ გეყოფა. რატომ, დემირ, რატომ? რატომ? შეწყვიტე. შენთვის ყველაფერი დამთავრდა. დადგა დრო, რომ პასუხი აგო. არა. ასე რატომ მეკცევი? Demir. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ნუ ღელა. ახლა შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ. ერთმანეთს აღარასოდეს დავშორდებით. აღარასდროს დავშორდებით. ცხადია, აისუნი თუ დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. შიშობისევ ხელიდან გაგვისხლდება, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, აქედან წავა. შესაძლოა უკვე წავიდა კიდეც. რაზე ფიქრობ? ასე სწრაფად ვერ წავა. მომზადება დასჭირდება. ეს დროს წაიღებს. ასეც რომ იყოს, რა შეიცვლება? თუ ეს ასეა, მისი დაკავების შანსი გვაქვს. რას გულისხმობ? ერთი იდეა მაქვს. ღირს მოსინჯო. ჩემი თვალით ვნახე. მკვდარი იყავი. მკვდარი იყავი. ამის გამო პასუხს აგებ. პატარა გველო. წამოდი. ხელი გამიშვით. გაგანადგურებ. გამიშვით. გაგანადგურებ, გესმის? სინან. დიდი მადლობა. ეს ჩვენი სამუშაოა, ძმაო. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩენილ იყოს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ასეა. ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. ბაჰარ. როგორ მიხვდი, რომ აისუნი დაბრუნდებოდა? აისუნი შეშლილია. ეს ყოველთვის ვიცოდი. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ შეიტყობდა, რომ რამე დაგემართა. როცა შენი გარდაცვალების ცნობა გავავრცელეთ, ვიცოდი, რომ სადმე ნახავდა. ნახა კიდეც. გასარისკად ღირდა. გამოგვივიდა. თუმცა მისიც მესმის. მის ადგილას მეც იგივეს გავაკეთებდი. მსგავსი რამ რომ გამეგო, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მოვიდოდი. იმედით, რომ უკანასკნელად მენახე. ამას სიყვარულიც გამო გავაკეთებდი. ამიერიდან სულ ჩემ გვერდით იქნები. ერთმანეთს ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს.
Bir dakika. ერთი წუთი. Sinan. Sinan, Son bir şey მას söylemek რაღაც მინდა istiyorum. ვუთხრა. უთხარი. Sen de bana ait. შენ ჩემი ნივთი გაქვს, აისონ. Ne yapıyorsun? რას აკეთებ? Bırak. ჩემს ბეჭედს არ შეეხო. Bırak. შეეშვი. Dedim sana. ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდა. Emanet. ადამიანებს უბრუნდებათ ის, რაც მათ ეკუთვნით. Bana bunu nasıl yaparsın? ასე როგორ მომეკეცი, დემირ. Şimdi götürebilirsiniz hanımefendi. შეგიძლიათ წაიყვანოთ. Kandırdınız beni. მომატყუეს. Nasıl ის როგორ გაბედეთ? Bırak beni bırak. გამიშვით. Er ya da geç kal. გამიშვით ადრე თუ გვიან შეგხვდებით. Size bu yaptığınız თქვენი ტყუილის გამო დაისჯებით. ödeyeceksiniz. გამიშვით. დავა ნუმეროსი საქმე ნომერი 23-84-75 ბრალდებული აისუნ ოზდილი. აისუნ ოზდილი. მომჩივანი ბაჰარ ოზდილი.
სხდომას გახსნილად ვაცხადებ. განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულს ან ბრალმდებელს აქვთ თუ არა ბოლო სიტყვა? ჩემ წინააღმდეგ გაშხერებულ არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმები. გამართლებას ვითხოვ. მოსარჩელე მხარე? პატივცემულო მოსამართლე, ამ სხდომაზე ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებას იმისას, რომ ბრალდებულმა აისუნ ოზდილმა მოკლა ქმარი ჰარუნ ოზდილი. გარდაცვლილის ქალიშვილი ბაჰარ ოზდილი ფალსიფიცირებული დოკუმენტების წყალობით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა. უკანონო დაჰკვეთა გონულ ფოლადის თავისუფლება. ეს მტკიცებულებები საქმეს თან ახლავს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით სამართლიან განაჩენს გამოიტანს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომლითაც ბრალდებული ამ უკანონო და გაუმართლებელ ქმედებების გამართლებას ცდილობს. როცა ადამიანი დანაშაულებრივ გზას შეგნებულად ირჩევს და ჩადენილ ბოროტებას მძიმე ბედის წერით ხსნის და ამართლებს, ადამიანებს ტკივილს აყენებს. სამართლებრივი ნორმების თანახმად არ შეიძლება არსებობდეს გამამართლებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებები. ბოროტმოქმედებმა პასუხი უნდა აგონ როგორც კანონის, ასევე საზოგადოების წინაშე. ჩვენი ვალია კანონმორჩილი ადამიანები დავიცვათ იმ სისასტიკისგან, რომელთანაც შეჯახება უწევთ. სხვა შემთხვევაში, ვერც ჩვენი და ვერც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრებაში სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება ვერ დაისადგურებს. საქმეში ყველანაირი მტკიცებულება არსებობს. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. იმედი მაქვს, სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს. სასამართლო განაჩენი. ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლომ აისუნ ოზდილის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. აისუნ ოზდილმა წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა მისი ქმრის, ჰარუნ ოზდილის მკვლელობა. მან შეცდომაში შეიყვანა მართლმსაჯულება და ეს დანაშაული წარმოაჩინა როგორც ყაჩაღობის ფაქტი. საფრთხე შეუქმნა გარდაცვლილის ქალიშვილის, ბაჰარ ოზდილის ჯანმრთელობას, რომელიც ფალსიფიცირებული დოკუმენტების წყალობით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ბრალდებულს ყველა ამ ქმედების საფუძველზე მიენიჭა თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, 5 თვით და 15 დღით.
გმადლობთ, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოიყურება. დავაი ნურ, ფრთხილად. რა ლამაზია ყველაფერი, ზაფხულის ბაღს გავს. ჩემი ფიქრიც ასეთი იყო, როგორც ხაბარში. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მოვასწარით. კერძებსაც რომ მოიტანენ, მერე მართლა არაფერი დააკლდება. მერე წავიდეთ მაკიაჟი შევსწოროთ. მარცხნილობა გავიკეთოთ და ჩვენც მისად ვიქნებით. ხო, ასეა. მერთო ჩემო. რა მოხდა დავაი ნურ? ხუმელში ნამსხარი შევდგი, მაგრამ გამოხება დამავიწყდა, ალბათ დაიწვა. აინურ ხანიმ. არა და უკვე გამოვიღე. კარგი დაინახოს, რომ არ დამწვარა. ისე გაიქცა, არც მომისმინა. Soldum ama hiç umudum tükenmedi. Geçsin yıllar çok özledim. Özleyen anlardı beni ama hiç umudum bitmedi. Ben aşka inanırım. Yanımda ol. Düşelim yine kalkalım, beraber uyanalım. Ben aşka inanırım, yanımda ol dayanırım. Düşelim yine kalkalım, beraber yaşayalım. Ben aşka inanırım, yanımda ol dayanırım. Düşelim yine kalkalım, beraber yaşayalım. Oğlum. შვილო. არაჩვეულებრივად გამოიყურები. უბედნიერესი ვარ. ამ დღესაც მოვესწარი. ახლა მშვიდად შემიძლია მოვკვდე. დეიდა. დღეს ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა. ხო, ასეა. ამ ხნის მანძილზე რამდენი ტანჯვა გამოიარეთ. ზოგჯერ თვალებში შემოხედვისაც კი მრცხენია. იმ ალქაჯი აისუნის გამო რამდენი ტკივილი მოგაყენეთ. დეიდა. ყველაფერი დასრულდა. ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მას ბევრი დრო ექნება იმისთვის, რომ იფიქროს. ამიერიდან კი ამ სახლში მისი სახელის ხსენება აღარ მინდა. ასე რომ თავი შევიკავოთ. კარგი? მართალი ხარ შვილო. მის სახელს ერთხელაც არ წარმოვთქვამ. ისე იყოს როგორც შენ გინდა. გაგისრო? აი ასე. აბა როგორია? სასწაულია. არაჩვეულებრივად გამოიყურები. ჩემი სიმპათიური დიშვილი. ღმერთმა ამი თვალისგან დაკიცვას. ნედავ, დედა შენი გხედავდეს. ნედავ. ელფინი სად არის? არ ჩამოდის? ასეთ მნიშვნელოვან დღეს სხვაგან სად უნდა იყოს?
ჩამოსვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ მე არ მივეცინება. ხომიცი ელფინს ახლა გამოცდები აქვს. თუ ვერ ჩააბარებს, მომავალ წელს მოუწევს ჩაბარება. ქორწილის მერე მასთან უკვე ჩვენ ჩავალთ, კარგი? ხო, რაღო ჩაღია ჩვენი ელფინი. ფიქრობდით ჩააბარებდა თუ არა, მან კი გრანტიც მიიღო და საზღვარგარეთაც გაემგზავრა. უკვე სტუდენტია. ხო, ჩემი და ძალიან ჭკვიანია. ჭკვიანია, აბარა, სხვაგვარად როგორ. ჩემი ცხოვრება თქვენ ხართ. მადლობა ღმერთს, ჩემო ძვირფასო. მადლობა ღმერთს. კარგი. მე წავა. შენ კი მოემზადე. კარგი. წავედი შუა. დედა, რატომ დირი? არ ვიცი შვილო. ნამდვილ ფერიას გავხარ. ემოციები ვერ მოვთოგე. ნუ დირი დედა. არ ვდირი შვილო. არ ვდირი. ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამდენი ხნის გარდაცვლილი მეგონა. საბადარძლო კაბაში ვხედავ. ღმერთმა ყველა ჩემი ნატრა და ოცნება რეალობად აქცია. დედა, არ გინდა თუ მეც ავტირდები? შვილო, საყვარელო. ჩემო ძვირფასო. ჩემო შვილო, ჩემო შვილო. მე ქვემოთ გამიშვით, თქვენ კი ერთმანეთს ეხუტებით. მეც მინდა. მოდი. მოდი სწრაფად. დაიკო. ნამდვილი ფერია ხარ. ამას ვინ მეუბნება? შენ ყველაზე ლამაზი ხარ მსოფლიოში. ჩემი საყვარელი დაიკო. გმადლობ. უფალო გმადლობ. ხედავ ჩემი შვილები ერთმანეთს როგორ ეხუტებიან. ამ დღესაც შევესწარ. ჩემთვის ულამაზესი კაბა შეკერე. თვალს ვერ ვწყვეტ. ეს შენ ხარ იმდენად ლამაზი, რომ თვალის მოწყვეტა შეუძლებელია. ჩემო ძვირფასო. ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო.
მოდიან. ესეც ასე. პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქორწინების ცერემონიალზე. ჰანიმ ეფენდი, თქვენი სახელი და გვარი. ბაჰარ ოზდილი. ბეი ეფენდი, თქვენი სახელი და გვარი. დემირ კესკინი. გმადლობთ. ბაჰარ ოზდილ, თანახმახართ ცოლად გაჰყვეთ დემირ კესკინს, საკუთარი ნებით ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. იყოთ მის გვერდით ჭირსა და ლხინში, სანამ ერთმანეთს სიკვდილი არ დაგაშორებთ. თანახმახართ? თანახმავარ. თქვენ, დემირ კესკინ, თანახმახართ ცოლად მოიყვანოთ ბაჰარ ოზდილი იგივე პირობებით. რა თქმა უნდა, თანახმავარ. თქვენ ბატონებო, ამ ქორწინების მოწმე იქნებით? რა თქმა უნდა. დიახ. რადგან ასეა, ცოლ-ქმრად გაცხადებთ. დაიგო, ფეხი დააბიჯე. გილოცავთ. ბედნიერებას გისურვებთ. გილოცავთ. ჩვენი ბედნიერების სასასრულებლად ყველა სირთულე გადავლახეთ ბაჰარ. საბოლოოდ ერთად ვართ. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. მადლობა ღმერთს, რომ მათ ბედნიერებს ვხედავ. ეს მართლაც ბედნიერებაა. ხო, ასეა. ბაჰარ, თაიგული ისროლე. მზად ხართ, გოგოებო? მოდით. მოდით. მზად ხართ ვისროლა? ისროლე. 1 2 3 ეს რას ნიშნავს? ეს ხამაკალდა.
მალე შენს ქორწილშიც მოვალ ხაჯერ. ღმერთო ჩემო. ხაჯიხანიმს დამიხედეთ. ამას უყურეთ. რაზე ლაპარაკობთ ღმერთო? მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. სამუდამოდ. სამუდამოდ. დასასრული. გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.